იცით რას ნიშნავს ევროპის მოხალისეობრივი სერვისი? რავი, როდესაც სხვა ქვეყანაში მიდიხარ და უნდა გააკეთო იმ ქვეყანაში. მე აფერი ინფორმაცია არ მაგდეთ. არა, არაფერი არ. გასულთი პროგრამა ალბათ ესეთი. დაახლოებით ვიცი. იცით რომ ქართველი ახალგაზრდები მიდიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რომ შეხვდნენ იქაურ ახალგაზრდებს, გაეცნონ მათ კულტურას, ასევე უცხოელებსაც შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში და ეზიარონ ადგილობრივ კულტურას. დიახ, საერთოდ ძალიან მიყვარს რომ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას ვეცნობი და რაღაცა და მეც დიდი სურვილი მექნებოდა რომ წავიდე სხვა ქვეყანაში და ესე გავეცნო მათ კულტურას. კულტურების გაცნობა ახალი სიახლე არ არის, მაგრამ რაც იმის შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა საქართველოს მიეცა თავისუფალი გზა, ანუ პროსაბჭოურ ქვეყნებს მიეცა თავისუფალი გზები სოფლიოში. იმის მერე მაგ კითხვის მნიშვნელობას ისეთი დიდი საშუალო არაფერი არ უნდა ქონდეს. ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, ბევრი გაქართველებული უცხოელები, რომლებიც ჩამოსახლდნენ საქართველოში და ქართველობენ. მაგრამ საუბედუროდ ის არის, რომ ქართველები რომ უცხოვდებიან ამ უცხო კულტურებში, აი ეს უკვე იწვევს ჩვენ იმას. მაი კაი ახლა რომ მოვდივართ, მაგრამ მე ჩემდა რა მნიშვნელობა. ხო, ახალგაზრდებისთვისა მაი ყველაფერი. იცით თუ არა რომ ამჟამად ოზურგეთში არიან ახალგაზრდები ევროპიდან, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ ადგილობრივ მოსახლეობას? კი, ვიცი, ლამაზი გოგოები ბევრი. მართალი გითხრათ, მე ახლა ახალ ჩამოსული ვარ ამ რაიონში, დაბრუნებული რაღაცი ჯერ კიდე არა ვარ კარგად მოკიდებული ამ საკითხებში. გაგონილი მაქვს რომ ეხმარებოდა. დიახ და ძალიან მოხარული ვარ და რაღაცა და რავი, კარგია ძალიან ოზურგეთილ. ევროპის მოხალისეობრივი სერვისი არის ევროპის კომისიის პროგრამა, რომელიც 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს გახდნენ მოხალისეები სხვა ქვეყანაში და წვლილი შეიტანონ იქაური თემის განვითარებაში. პროგრამა 2-დან 12 თვის ვადით შემოიფარგლება. მოხალისეობრივი საქმიანობა მოიცავს გარემოსდაცვით აქტივობებს, ხელოვნებას და კულტურას, ღონისძიებებს ბავშვებისთვის, ახალგაზრდების და ხანდაზმულებისათვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, სპორტულ აქტივობებს და გასართობ ღონისძიებებს. საქართველოდან მოხალისეებს შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მოხალისეობრივი პროექტები არაკომერციული ხასიათისაა, თუმცა მისგან სარგებლობენ როგორც მოხალისეები, ასევე ადგილობრივი საზოგადოებაც. ამჟამად საქართველოში იმყოფებიან მოხალისეები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებიდან: პოლონეთი, ლატვია, ესტონეთი, ირლანდია, გერმანია, იტალია და დიდი ბრიტანეთი. ევროპის მოხალისეობრივი სერვისი არის შესაძლებლობა ყველასთვის, რომ შეხვდეს სხვა ადამიანებს და კულტურებს და რაიმე სასარგებლო გააკეთოს სხვებისთვის. ამჟამად ჩვენ გვაქვს ღონისძიებები სამხატვრო სკოლის ბავშვებთან ერთად და სპორტ სკოლაში. ასევე მუშაობთ ადგილობრივ ევროკლუბში, რომ ავამაღლოთ ცნობიერება ევროპულ სოლიდარობასთან დაკავშირებით და წარმოვაჩინოთ საკუთარი ქვეყნები. რასაკვირველია, ეს არ არის ყველაფერი, ჩვენ კიდევ ბევრი იდეა გვაქვს, რომელთა განხორციელებასაც ვცდილობთ. სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია ევროპის მოხალისეობრივ პროგრამაში. მას პინძლობს მოხალისეებს და აგზავნის ქართველ მოხალისეებს ევროკავშირის ქვეყნებში. ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რადგანაც იძლევა შესაძლებლობას, რომ გაიმდიდრონ ცოდნა და გამოცდილება, გაეცნონ სხვადასხვა ერების კულტურას, ფასეულობებს და გააკეთონ რაიმე სასარგებლო ადგილობრივი მოსახლეობისათვის. მათთვის, ვინც დაინტერესებულია ევროპის მოხალისეობრივი სერვისის პროგრამაში მონაწილეობით, შეუძლია ეწიოს ჩვენ ვებგვერდს, რომელიც თქვენ ეკრანებზე ჩანს, ან მოგვაკითხოს ოფისში, ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ნომერ 3-ში. ჩვენ უკვე 50 მოხალისეს, ევროპელ მოხალისეს უმასპინძლობთ ჩვენს ორგანიზაციაში და 43 ქართველი ახალგაზრდა გავაგზავნეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოხალისეობრივი სერვისის შესაძლებლად. ევროპელი მოხალისეები იმყოფებიან არა მხოლოდ ოზურგეთში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებში: ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და გორი. ევროპის მოხალისეობრივი სერვისი არის ერასმუს პლუსის პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ევროკავშირის მიერ არის მხარდაჭერილი და 14 მილიონი ევროა გამოყოფილი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების მხარდასაჭერად მომდევნო 7 წლის განმავლობაში. ეს კი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს გაიარონ სტაჟირება საზღვარგარეთ, ტრეინინგ კურსები, გაცვლითი პროგრამები და საგანმანათლებლო აქტივობები.